ასოციაცია ათინათში პროექტის ახალგაზრდობის ჩართულობა და გავითარება ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. პროექტ სამეგრელოს ზემოსვანეთის 10 სკოლაში ახორციელებს ასოციაცია ათინათი იუნისეფისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტში ჩართულია აფხაზეთის ნომერ 11 საჯარო სკოლა და მისი ახალგაზრდული კლუბი, როგორც პროექტის ახალგაზრდული კლუბების კოორდინატორი მიშა როგავა განმარტავს, პროექტის მიზანია დევნილი ბავშვების ინტეგრირება სხვა სკოლებთან, მათი ცოდნის გაღრმავება, გაცვლითი პროგრამების მეშვეობით და წარმატებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა. Დღევანდელი შეხვედრა არის შემაჯამებელი იმ ცხრათვის, რომელიც 2013 წლის მაისიდან დაიწყო და დასრულდა უკვე თებერვლის თვეში. ჩვენი დავიწყეთ ახალი ეტაპი პროექტის, მეორე ეტაპი გულისხმობს უფრო ნაკლებ ჩართულობას ჩვენი როგორც კოორდინატორების და უფრო მეტად გააქტიურებას იმ ბავშვების და მასწავლებლების, რომლებიც არიან უშუალოდ კლუბის წევრები. საუბრობს ნომერ 11 საჯარო სკოლის დირექტორი მზევინარ გელანტია. ეს პროექტი ერთ-ერთია იმ პროექტთა შორის, რომელსაც ათინათი ახორციელებს საერთოდ ზუგდიდის რეგიონში სკოლებში, მაგრამ ამას მე გამორჩეულს ვუწოდები, იმიტომ რომ ეს უშუალოდ ეხება სკოლებში კლუბების ჩამოყალიბებას, მათში გაერთიანებული მოსწავლეების საქმიანობას, საგნების სწავლებასაც, ბავშვების ერუდიციის განვითარებასაც მაგრად უწყობს ხელს.